თითქმის ყველა ოჯახშია საინგალაციო აპარატურა. თქვათ ეგ არა გვაქვს, მაშინ შეგვიძლია ჩაიდანში ან ცოტა მაღალ ვიწრო ქვაბში მოვხარშოთ ევკალიპტი, ჩაიწერეთ სალბი, გვირილა, ეს თითო-თითოთაც შეგიძლიათ აურიოთ კიდევაც. პიტნა, ფიჭვის კვირტები, ყულმუხო, ბექონდარა. მაგალითად, სუნთქვა გვაქვს გაჭირვებული თუ შეკრული, ვერ ვსუნთქავთ წვირით. გრიპის დროს ძალიან ხშირადაა. ძალიან სასარგებლოა ჩვეულებრივი მარილწყალის ჩაწვეთება. სრულიად უმტკივნეულოა და თუ მანდამაინც ფიზიოლოგიური ხსნარი საინექციო იყიდეთ აფთიაქში. პატარა ბავშვებს პედიატრი დაგვემოწმება, სულ თავისუფლად შეგვიძლია თითო წვეთი ჩავაწვეთოთ, ძუძუმწოვრებზე ლაპარაკი, მაგრამ არ შეგეშალოთ რამე ინფექციურ დაავადებაში. პატარა ბავშვებს აქვთ ფიზიოლოგიური გაჭედილობა ხანდახან ცხვირის, ხო ეგრეა ლია? იმიტომ რომ ის ხრუტუნით რო სუნთქავენ ხოლმე. სინამდვილეში გაციებულები და ვირუსი და რამე არა აქვთ.